მოგესალმებით, ამ ვიდეო გაკვეთილში ვაგრძელებთ ჩვენი სისტემური კონფიგურაციების შესწავლას. წინა გაკვეთილზე შევჩერდით brightness and locks-ზე, ახლა განვიხილოთ language support-ი. ხსნით language support-ს. აი გვთავაზობს რამოდენიმე ენის დაყენებას, რადგან ბოლომდე დაყენებული არ არის. დავეთანხმოთ, კი ბატონო. პაროლს თხოვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ super user-ის გარეშე, ანუ admin-ის გარეშე არანაირი ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება, ისე მაქვს დაყენებული. აიწერს თავის ბიბლიოთეკებიდან. აი უკვე მზად არის, შევხედოთ ჩვენი სისტემის ენა, ამჯერად გახლავთ ინგლისური, არჩეული გვაქვს ინგლისური. აქედან შეგვიძლია დავამატოთ ან წავშალოთ ენები, რომელიც მოგვინდება, აი მონიშნულ შედეგად შევიტანთ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში არაფრის დაყენება არ მჭირდება. Regional formats, ანუ ეს არის რეგიონული ფორმატირება. ამჯერად ამჟამად ჩვენ ვყოფებით საქართველოში, დამითითებულია საქართველო. აი მაგალითი არის ნაჩვენები, ნომერი, თავის სერიული ნომერი აქვს, date, ანუ რა დღეა დღეს და currency, ანუ ეს არის ვალუტა, ჩვენი ვალუტა არის ლარი. გადავიდეთ შემდეგ ფუნქციონალზე, ჩვენი სისტემური სეტინგების, ეს გახლავთ online account-ები, ანუ თუ რამე ან სოციალური ქსელი, ან mail კლიენტი გაქვთ, შეგიძლიათ აქედან დაამატოთ, ან მაგალითად Facebook-ი, ან Google-ი, რომელიმე არ აქვს მნიშვნელობა. აქ ფილტრი არის, რის მიხედვით გამოიტანოს ეს ლისტი. როდესაც ჩვენი სისტემა ჩაირთვება ბრაუზერის გაუხსნელად, მაგალითად, ჩვენ ავტომატურად დავლოგინდებით, ანუ შევვალთ Facebook-ზე. განვიხილოთ შემდეგი ჩანართი, სისტემური სეტინგები, ეს გახლავთ security and privacy. ანუ დაცვა, აი აქედან მაქვს არჩეული ზუსტად ის პარამეტრები, თუ როგორ უნდა დავიცვა თავი სტუმარი მომხმარებლებისგან, რომ მათ ჩემი ნებართვის გარეშე რაიმე ოპერაცია არ ჩაატარონ. ესე იგი power setting შევიდეთ. აქ არის დაძინების შედეგად გამოღვიძების ფუნქციონალი, რამდენ ხანში უნდა გააკეთოს. ეს თუ ჩვენი ოპერაციული სისტემა დაყენებული არის notebook-ზე ან workstation-ზე, არ აქვს ამას მნიშვნელობა და თუ ბატარეა არის ფიზიკურად არსებობს ბატარეა. ან შეიძლება ეს იყოს UPS-ი ან მსგავსი RAM. ამ გაკვეთილისათვის სულ ეს იყო, მადლობთ ყურადღებისთვის.